მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს ვისაუბრებთ ცივი შხაპის შესახებ. ბევრი მიმდევარი ყავს ამ ამბავს, ან ცივი შხაპს იღებენ და მე ამბობენ, რომ ბევრი სარგებელი აქვს. და ეხლა მიმოვიხილავთ ტოპ 10 სარგებელს, რაც მართლა მოაქვს ცივ შხაპს და ტოპ 10 ზიანი, რაც შეიძლება მოიტანოს ცივმა შხაპმა. პირველი სარგებელი, რომელსაც ამბობენ არის, რომ ყურადღებას აუმჯობესებს და აფხიზლებს. ეგ მართალია, ყველა გაგებით მოკლედ, ცივი შხაპი არის სტრესის რეაქცია. სტრეს რეაქცია არის ადრენალინის, ნორადრენალინის მოწყვეტება, გული ჩქარდება, ადამიანი მეტ ფოკუსშია და ეგ მოკლედ კვლევით დასტურდება, რომ მართლა ეგრეა. დაახლოებით, მაგრამ არა ყველა ადამიანი მაინც არ აღნიშნავს მაგას. დაახლოებით ადამიანის 54% აღნიშნავს, რომ მათი ფოკუსი და ყურადღება გაიზარდა. შესაბამისად თვითონ ეგ ყველაზე მეტად დამტკიცებული მისი თვისებაც კი საკამათოა. მეორე რასაც აკეთებს არის ხასიათის გაუმჯობესება, განწყობის გაუმჯობესება. განწყობის გაუმჯობესება ძალიან საკამათოა, ძალიან სუბიექტურია, ვერ რამე ობიექტური სადომით ვერ გაზომა, უბრალოდ ეკითხო ადამიანს, რომ კაი ხასიათზე ხარ თუ არა და დადასტურებულია, რომ დაახლოებით ადამიანების 40%-ში ვინც შხაპს იღებენ, განწყობა აქვთ გაუმჯობესებული იმასთან შედარებით, ვიდრე გქონდათ და დაახლოებით როცა 2-3 წუთის განმავლობაში იღებდნენ კვირაში მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში დღეში ერთხელ ან ორჯერ. და არა რა თქმა უნდა დეპრესიას და ესეთ ძლიერ შფოთვებს არ შველის, მაგალითად არაკლინიკური დეპრესია თუ აი უბრალოდ ადამიანი დეპრესიულად გრძნობს თავს, მაგრამ დეპრესიის დიაგნოზს ვერ დასვა ეგრე ადამიანი. ეგეთ შემთხვევებში შეიძლება რაღაც დონეზე უშველოს მოკლედ. მესამე, რასაც იწვევს, არის იმუნიტეტის გაუმჯობესება. ოღონდ ესეც არის ძალიან საკამათო, ანუ არ დასტურდება. ძალიან მცირე კვლევები იყო, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც სიშხაპს იღებდნენ, უფრო ნაკლებს აცდენდნენ ავადმყოფობის გამო სამსახურს, მაგრამ დიდ კვლევებში ეგ არ აისახა. დიდ კვლევებში აისახა რა, რომ სინამდვილეში ადამიანები უფრო მეტად თვით განცდა აქვთ იმისი, რომ არიან ჯანმრთელები, ვიდრე რეალურად არიან ჯანმრთელები. შესაბამისად, ანუ ეს უფრო თვითგანცდის ამბავია, ვიდრე რეალურად იმუნიტეტის გაუმჯობესება. იყო საუბარი კი, რომ აი სისხლის მიმოქცევა აუმჯობესდება, თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების აქტივობა იზრდება. ეგ თეორია იყო, მაგრამ არ დასტურდება, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაღაც დიდი კვლევებით არ დასტურდება, თუმცა ლამაზად ჟღერს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ რაღაც დონეზე იმოქმედოს იმუნიტეტზე, მაგრამ არ დასტურდება ეგ მნიშვნელოვანი კვლევებით. და ნებისყოფის გაუმჯობესებას ამბობენ ხოლმე კიდე. რა თქმა უნდა, ეხლა როგორც რაღაცა რთულ რამეს აკეთებ, ნებისყოფას გიუმჯობესებს, მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე არ გინდა რომ გააკეთო. ეგ კი მაგას აკეთებს ნამდვილად. კუნთების აღდგენაზე იყო კიდე, მაგალითად სპორტსმენების კუნთებით ტკივათ, ან მაგალითად ძალიან ივარჯიშენ რაღაცა კუნთები გეტკინა, მიკროტრამები მიიღე და მაგის აღდგენას აკეთებს თუ არა. ეგეც ძალიან საკამათოა, იმიტომ რომ კი სინამდვილეში სპორტსმენებისთვის ძალიან ცნობილი პრაქტიკაა, ეგ რომ ცივ წყალში ჩაწვევიან ხოლმე ყინულები, ზოგჯერ ყინულიანშიც 5-10 წუთის განმავლობაში და კუნთების აღდგენას უწყობს ხელს. მაგრამ შხაპის შემთხვევაში ვთქვათ, თუ კი 1 წუთი და 2 წუთი არის საუბარი, რომ და მოსაზრება, რომ კი ეგეც ეხმარება, მაგრამ ისე ძალიან ვერ ეხმარება, როგორც ცივ წყალში ჩაწოლა. რაც აკეთებენ, რაც უფრო ცნობილი პრაქტიკაა სპორტსმენებისთვის. სტრესის აღქმის დაქვეითება კიდე ეგეთია, ადამიანები, რომლებიც 1-2 წუთის განმავლობაში დღეში ცივ შხაპს იღებენ, სტრესის აღქმა აქვთ დაქვეითებული და მეტად ადაპტაციურები არიან სტრესთან, სტრესის ადაპტაცია ეწყებათ. ხო, ესეც უფრო საკამათოა, დაახლოებით 30% შემთხვევაში ადამიანებისაში არის აღნიშნული ეგ და ისიც სუბიექტური, ანუ ვერ იზომება რეალურად ეგ რამე კონკრეტულად, რომ თქვა, რომ მაგალითად უფრო სუბიექტურად რაც აღიქვამენ ადამიანები მაგის მიხედვით არის და ისა ქავილის შემცირება. ხო, ქავილის შემცირებას აკეთებს ადამიანს, რომელსაც ეკავებათ ეგზემა აქვთ ან თივის ცხელება აქვთ, პოლინოზი და ესე. კი, ან ვარჯიშის მერე მცირედით ამცირებს კი ქავილს, ეგ შეიძლება მივიჩნიოთ როგორც მისი ერთ-ერთი თვისება, თუმცა დროებით აკეთებს ამას, არა მნიშვნელოვნად, არა დიდი ხნით.
და როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დროებით რო აყუჩებს, დროებით მოკლედ თიშავს ამ ტკივილის რეცეპტორებს და ამის მიხედვით. ხო, ვისაც კუნთების ტკივილი აქვს, მცირე დაზიანებები აქვს, იმათ ცოტათი ეხმარება, მაგრამ მასიურად რომ ადამიანს ტკივილის გაყუჩებაში დაეხმაროს, არა, უფრო მეტად აი ადგილობრივად, ვისაც კუნთების პრობლემა აქვს, მათ შემთხვევაში. კანი და თმები. მაგაზეა კიდე საუბარი, რომ აი ხო არ აუმჯობესებს კანს და თმებს და რამდენად არის ეფექტური ამ მხრივ, ხო, რაღაც კუთხით შეიძლება რომ მაგალითად ფორებს ავიწროებს ეს ცივთან კონტაქტი და მაგ მხრივ, თუმცა ესეც უნივერსალური ესეც არ არის, თუმცა რაღაც კუთხით და რაღაც შემთხვევებში კანის მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოს და აქ უფრო შედარებით დადებითი მახასიათებელი აქვს, შეიძლება მართლა რაღაცნაირად გააუმჯობესოს. და მეათე, რასაც ამბობენ ხოლმე, რომ წონაში კლებაში ეხმარება. წონაში კლებაში ეხმარება ეგ აზრი რა არის ხოლმე მაგის უკან, რომ ანუ ეს ნორადრენალინი მოქმედებს ყავისფერ ცხიმზე. ყავისფერი ცხიმი არის ცხიმი, რომელიც ჩვენ ორგანიზმში გვაქვს, მოკლედ, თეთრი ცხიმი ჩვეულებრივ და ყავისფერი ცხიმი. ყავისფერი ცხიმს ეს თვისება აქვს, რომ თავის თავს შლის მოკლედ და იწვის მართლა და სითბოს წარმოქმნის. და ეს სიცივე ასტიმულირებს ამ სითბოს წარმოქმნას, ან თერმოგენეს, ყავისფერი ცხიმის აქტივაციას. და კი, ანუ სიცივეში ყოფნა ასტიმულირებს და შეიძლება მართლაც რომ ცივი შხაპის მიღებას იგივე ეფექტი კონდეს, ჰიპოთეტურად შეიძლება, მაგრამ ეხლა ეგ იმდენად ცოტა ხანია, 1 წუთია, რომ რამე მნიშვნელოვანი 1 წუთის განმავლობაში თუ მიიღეთ ცივი შხაპი, რამე მნიშვნელოვანი ეგეთ შედეგს ვერ მიიღებ. თუმცა არის საუბრები, რომ შეიძლება ზოგიერთი პრაქტიკით 50-დან 100 კალორიამდე დაწვეს ადამიანმა დღის განმავლობაში. თეორიულად შესაძლებელია და ეგ დაეხმარება კიდევაც წონაში კლებაში ზოგიერთს, მაგრამ არა ყველას. ეხლა რისკები რაც შეიძლება კონდეს ცივი შხაპის მიღებას. ნომერ პირველი რისკი არის გული. ანუ როცა უცებ ჩქარდება გული, ასე თქვა, ეკვრის ადამიანს, გულისცემა ჩქარდება, თქვა ჩქარდება და ეს იმდენად დიდი სტრესია ადამიანისთვის, რომ ვისაც გული აწუხებს, შეიძლება გული გაუსკდეს, მაგრამ გული გაუსკდეს რა, გულმა დაარტყა. ამიტომ გული თუ გაწუხებს, მოკლედ ცივი შხაპი არ უნდა მიიღო არც ერთ შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეგ. ასევე არითმიების რისკს ზრდის, ანუ ესეთი უცაბედი ცვალება, ანუ გული უნდა კონდეს ძალიან ჯანსაღი რა, თუ ესეთ პრაქტიკას აკეთებ, მაშინ გული უნდა იყოს ჯანსაღი, იმიტომ რომ შეიძლება არითმიების რისკი გაზარდოს ამ უეცარმა გულის ცვლებამ და გულის შეტევის რისკიც. ძალიან იშვიათია, ხშირი არ არის, ხა ესე არ არის, რომ ნორმალური ჯანმრთელი ადამიანი თუ არის და გული არ გაუსკდება და გული არ გაუჩერდება, თუ ცივ შხაპს მიიღებს, მაგრამ გული ჯანმრთელი უნდა გქონდეს, ეგ არის წესი, თუ ცივი შხაპის მიღებას აპირებ. მესამე საზიანო ან რისკი რაც აქვს ცივი შხაპის მიღებას არის ჰიპოთერმია. ჰიპოთერმია არის ორგანიზმის გადაცება. ხშირად ხდება, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ვერ ეგუება ადვილად სიცივეს და ეს ცივი შხაპი აციებს, შემდეგ გარემოც თუ ცივია, ორგანიზმი შეიძლება გადაცივდეს. და თუ გადაცივდება, მაგან შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები. სირთულეები არის გაციება მაგალითად. სერიოზული ჰიპოთერმია არ დაემართება, რომ ახლა ორგანოებს რამე მოუვიდეს, როგორც წესი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შეიძლება აი გაციების მსგავსი სიმპტომები ქონდეს და ვირუსული ინფექციების მიმართ უფრო სუსტი იყოს ორგანიზმი. მეოთხე ზიანი რაც შეიძლება მოიტანოს არის ასთმა. ვინც ასთმისკენ არის მიდრეკილი ოღონდ. ანუ ცივი წყალი, ცივი ჰაერი და ესეთი რაღაცეები ასტიმულირებს ასთმას მოკლედ და ბრონქოსპაზმს იწვევს და სუნთქვა უჭირს და ეგ პრობლემაა. და ეგ თითქმის 40% ადამიანების ვისაც ასთმა აქვს და ცადა, მოკლედ ესეთი ცივი შხაპის მიღება ეგეთი შედეგით სრულდება. ამიტომ ცივი შხაპი ასთმიანებისთვის მოკლედ არა, მაინც კარგი. და წნევის მომატება, ვინაიდან სისხლძარღვები ვიწროვდება, სიცივის გამო სისხლის წნევა იწევს, გული უფრო ჩქარა მუშაობს, ვისაც მაღალი წნევა აქვს, მით უმეტეს იმისთვის უარესია და შესაბამისად ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ წნევა შეიძლება აუწიოს. ამიტომ თუ ადამიანი ასაკშია და წნევის მატარებელია, ძალიან ყურადღებით უნდა იყოს მოკლედ ცივი შხაპის მიღებას თუ გადაწყვეტს. და შეიძლება გულის წასვლაც გამოიწვიოს. ზოგიერთ ადამიანს აქვს ეგეთი რეაქცია, რომ სინამდვილეში როცა
რაღაცა სტრესს ხვდება ადამიანი, პირიქით არის კი, რომ ამ შემთხვევაში გულისცემა ჩქარდება, მობილიზებული ხდები, უკეთესად უნდა იყო, მაგრამ ზოგჯერ ხდება ოვერკომპენსაცია, გადამეტებული კომპენსაციური რეაქცია ხდება და იმის ნაცვლად, რომ სიმპათიკური ნერვული სისტემა გააქტიურდეს, აქტიურდება მოდუნებაზე პასუხისმგებელი სისტემა, ცდომილი ნერვი მოკლედ, რომელიც არის მოდუნებაზე პასუხისმგებელი და იმდან შეიძლება მოდუნდეს ადამიანი, რომ გონება დაკარგოს, ანუ სისხლძარღვები გაუფართოვდეს, გულისცემა შეუნელდეს, სისხლი აღარ მიეწოდოს ტვინს და დაეცეს ძირს. ამიტომ თუ კი მაგისკენ არის მიდრეკილი ადამიანი, უნდა მოერიდოს ესეთი ადამიანს ცივ შხაპს. ყოველ შემთხვევაში საუკეთესო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ნელ-ნელა უნდა მიეჩვიოს ცივ შხაპს ადამიანი. ხო, კანის გაღიზიანება და ჭინჭრის ცება ძალიან იშვიათია, მაგრამ შესაძლებელია თეორიაში და ზოგი ამბობს, რომ ცივი შხაპი არის სტრესი, სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი და შაკიკი. ეგ არის რაც ამბობენ ხოლმე, თუმცა ძალიან მკვეთრი შედეგები ამაზე არ არის. საუკეთესო პრაქტიკად რა მიიჩნევა? საუკეთესო პრაქტიკად ცივი შხაპის შემთხვევაში მიიჩნევა დაახლოებით 30-20 წამის განმავლობაში თავიდან და მერე 30 წამიდან 90 წამის განმავლობაში დაახლოებით 10-დან 20 გრადუს ტემპერატურამდე შხაპის მიღება დღის განმავლობაში. დღეში ერთხელ ან დღეში ორჯერ გააჩნია ადამიანს გააჩნია რამდენი კმაყოფილია. ხო, ყველაზე კაი პრაქტიკა არის, რომ ჩვეულებრივ შხაპით იწყებენ და ასრულებენ მერე ცივი შხაპით. მაგას აკეთებენ ხოლმე. ხო, შესაძლებელია რომ სრული შხაპით ცივი წყლით მიიღოს ადამიანმა, 2-3 წუთის განმავლობაში. ზოგი ადამიანი მეტიც იღებს, თუმცა უნდა ახვიდე მანამდე და კომფორტული უნდა იყოს შენთვის ეგეთი დონე, ეგ არის მნიშვნელოვანი. თუ დამწყები ხარ, მით უმეტეს არა, ძალიან ცოტათი უნდა დაიწყო და ნელ-ნელა უნდა მოუმატო. ყველაზე საშუალო მაინც 30 წამიდან წუთნახევრამდე არის, რასაც აკეთებენ ხოლმე ყველაზე ხშირად. ხო, ისტორია, ეხლა დიდი ისტორია აქვს ცივ შხაპს ის, რომ ბანაობდნენ ხშირად ცივი წყლით. ეგ არის ყველაზე ესეთ დიდი ისტორია ცივ შხაპს აქვს. ხო, მაგრამ ეხლა ჩვენს ერაში და ჩვენს რეალობაში ცივი შხაპი არ მიიჩნევა ყველაზე ოპტიმალურ რამედ. შესაბამისად, ხო, არიან ის იუთუბერიც არის ის Iceman და რაღაცა, მაგრამ არ არის კვლევებზე დაფუძნებით არ ამბობს, ანეკდოტური თხრობაა ეგ, როცა ადამიანი ამბობს რაღაცას და მის უკან კვლევები არ დგას და მედიცინას ზოგადად არ უყვარს ეგეთი რაღაცეები, რომ აი კვლევა არ იდგეს, რასაც ამბობ იმის უკან და აი ეს არის რეალობა. ხო, აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და გინდათ არხის მხარდაჭერა, ანგარიშები არის ქვევით აღწერაში, თუ გინდათ ჩემთან პირადად კონტაქტი, ამისთვის პატრეონი არსებობს და ამ შემთხვევაში კიდე ქვევით არის მაგის ლინკიც და თუ უბრალოდ გსურთ რომ მხარი დაუჭიროთ ჩემ არხს, შეგიძლიათ დალაიქოთ, გამოიწეროთ ან დააშიაროთ ან ასე შემდეგ. ეგეც დიდი დახმარებაა ჩემი არხის პოპულარიზაციისთვის და არა მარტო ჩემი არხის მედიცინის პოპულარიზაციისთვის, რაც დაეხმარება ადამიანებს რომ იცხოვრონ უკეთესად ჯამში. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენთ.